გარდა ინვესტიციებისა, სავალუტო ფონდის ანგარიში ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. როგორ აფასებს ფონდის რეკომენდაციებს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი? გიორგი ქობულია ჩვენთან ერთად აღნიშნულ თემაზე სასაუბროთ. ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, სანამ აღნიშნულ თემებზე და სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეფასებაზე გადავიდოდეთ, მე მინდა გთხოვოთ პრემიერ-მინისტრის სულ ცოტა ხნის წინანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც პრემიერმა განაცხადა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის თეორიული შეჩერება, რომელზეც საუბარი უკვე აქტიურად მიმდინარეობს, არანაირ კავშირში არ არის ეკონომიკურ ფაქტორებთან. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და რამდენად შეიძლება შეესაბამებოდეს ეს სიმართლეს? ჩემი აზრით მე ბოლომდე ვერ დავეთანხმები ამ განცხადებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ პირველ რიგში რომ რამდენი ჩვენი მოქალაქე მუშაობს ევროპაში. კი ბატონო. რა თქმა უნდა, გასაგებია რომ ვიზის აღებაც შეიძლება, თუ ვიღაცას უნდა იქ წავიდეს და იმუშაოს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ დღეს საელჩოები ევროკავშირის ქვეყნების და საკონსულოები მათი ინფრასტრუქტურა საკმაოდ შეკვეცილია და წარმოიდგინეთ დღეს რომ ვიზა შემოიღონ, ვიზის აღებას დაჭირდება საკმაოდ დიდი დრო, ვიზა ღირს ფული და ესე შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების საშუალება რომ წავიდნენ ევროპაში საგრძნობლად შემცირდება. ეს ნიშნავს იმას რომ ის ადამიანები რომლებიც დღესაც მუშაობენ მათაც მოუწევთ დაბრუნება, ვისაც უნდა რომ წავიდეს იქ და იმუშაოს, ისინიც ვერ წავლენ. ამიტომ ის გადმორიცხვები, რომელსაც ეს ხალხი ახორციელებს საქართველოში, სავალუტო გადმორიცხვები, ალბათ საგრძნობლად შემცირდება. და ეს გადმორიცხვები ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი ეკონომიკისთვის ეს არის $9 მილიარდზე მეტი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ევროპიდან რიცხავენ საქართველოში. ეხლა ესეთი $9 მილიარდზე მეტი გადმორიცხვების შემცირება არ განოლდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მათი შემცირება საგრძნობი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. იქნება თუ არა ეს კატასტროფული შედეგი, რა თქმა უნდა, არა. ეს არ იქნება კატასტროფული შედეგი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იქნება საგრძნობი შედეგი. შემდეგ მეორე მომენტი არის ინვესტიციები. აქაც პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ალბათ დავეთანხმები პრემიერს იმაში, რომ ეს არ იქნება აგრეთვე კატასტროფული, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ არც გვაქვს ევროპული ინვესტიციები. დიდი რაოდენობით არ არის ჩვენთან. მაგრამ რა თქმა უნდა, ის რაც გვაქვს, იმაზეც იმოქმედებს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება თუ ეს მოხდა. იმედი მაქვს, რომ არ მოხდება. მაგრამ ეს არის იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, იმიტომ რომ ესეთი რამე მე არც ვიცი, რომ ევროპას შეეჩერებინოს უვიზო რეჟიმი. რომელიმე ქვეყანას. რაც რა თქმა უნდა რეპუტაციულ ზიანს. და გეტყვით უფრო მეც გასაკვირი არის რომ მე ჩავეძი ამ საკითხს და იცით როგორ ქვეყნებთან აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირს, როგორც ვენესუელა. წარმოიდგინეთ ახლა და საქართველოს თუ შეუჩერებენ, რა თქმა უნდა ეს უცებ ჩვენ ქვეყანას დააყენებს ესე თქვათ ინვესტორების რადარზე გამოუჩნდებით, როგორც რაღაცა ცუდი ხდება ამ ქვეყანაში. რომ ევროკავშირმა შეუჩერა უვიზო რეჟიმი. რა თქმა უნდა ეს საკმაოდ ნეგატიური მოვლენა იქნება საკმაოდ. კი ბატონო, რეპუტაციული ზიანი. ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო გარემოება, ინვესტიციები ქვეყანაში ისედაც არ შემოდის, მით უმეტეს დასავლური. და ეს არ არის არც მიმდინარე წლის, არც გასული წლის, ეს არის ბოლო წლების დინამიკა. ძალიან საინტერესო არის, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. სავალუტო ფონდის ანგარიში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში არსებული დაძაბული ფონი არასტაბილური პოლიტიკური გარემო შესაძლებელია კიდევ იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ საინვესტიციო კლიმატის გაუარესების. რა არის დღეს არსებული უკვე ჩამოყალიბებული საინვესტიციო კლიმატის მთავარი მიზეზი? იცით, ჩვენ აგრეთვე კარგად უნდა გავიაზროთ ის, მე მგონია, რომ საქართველოში ესე დიდი დასავლური ინვესტიციების მოზიდვა თავისთავად ძალიან რთულია. ჩვენ არ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული უპირატესობები, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია ესე ვთქვათ იოლად მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები. უცხოური ინვესტიციები ახლა მე პრინციპში რომ დავფიქრდე ბოლო წლების კი არა, საერთოდ ბოლო
20 წლის განმავლობაში შეიძლება 1, 2 ან 3 გამახსენდეს. ძირითადად ეს ინვესტიციები, რომელიც კვალიფიცირდება როგორც უცხოური, ისევ და ისევ ქართველი ინვესტორების მიერ ინვესტირებული თანხებია, რომელთაც აქვს დარეგისტრირებული კომპანიები უცხოეთში. მაგრამ ეხლა აი ბოლო ინვესტიცია შედარებით მსხვილი, მე მგონია წყალმომარაგების კომპანია რომ შეიძინა ესპანურმა. ეგ იყო ერთადერთი და მანამდე იყო ალბათ ერთი 15 წლის წინ, როდესაც BP აშენებდა, British Petroleum აშენებდა მილსადენს. ეგ იყო და ამიტომ რა თქმა უნდა ეს რთულია, მაგრამ აქვე დაგეთანხმებით, რომ ესეთი რეპუტაციული ზიანი ამას კიდევ უფრო ართულებს. ანუ ჩვენ ისედაც რთული მოცემულობა გვაქვს. და ეხლა როდესაც ამ რთულ მოცემულობას კიდევ უფრო გავართულებთ, აი ესეთი რეპუტაციული ზიანი, ну რა თქმა უნდა ჩვენ რის იმედი უნდა გქონდეს, მე არ ვიცი, როგორ უნდა მოვმოქმედოთ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, კიდევ ერთ გარემოებას მინდა შევეხოთ, რაზეც გვხდება სავალუტო ფონდის ანგარიშში მითითებები, სტრუქტურული უმუშევრობა ქვეყანაში და ასე ვთქვათ, უთანასწორობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ეს არის ის პრობლემა უთანასწორობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, რომელსაც ბოლო 10 წლეულია ყველა აღიარებს, მუდმივად ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე გვესმის განცხადებები, თუმცა პრობლემად რჩება. რა არის ამის მთავარი გამოწვევები, მიზეზი და რა მთავარია, რაში შეიძლება იყოს გამოსავალი? ისეთ ეს საკმაოდ დამახასიათებელი არის განვითარებადი ქვეყნები. ჩვენ ჯერ განვითარებადი ქვეყანა ვართ. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, ჩვენ ვართ საკმაოდ მაინც ვჩებით, ჩვენ ღარიბი ქვეყანა აღარ ვართ, ისეთი ღარიბი. რა თქმა უნდა, ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ალბათ ნუ ღარიბი არა, მაგრამ ალბათ ისე ძალიან შეზღუდული შემოსავლებით. ესეთი ქვეყნების ეს დამახასიათებელია. ჩვენთან მაღალი არის უმუშევრობა, ძალიან ეს უმუშევრობა რეალურად უფრო მაღალია ვიდრე ეს ჩანს ოფიციალურ ციფრებში, იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად ადამიანს თუ აქვს მიწის ნაკვეთი რაიონში სადმე სოფელში ითვლება რომ ვითომ ის მუშაობს. თვით დასაქმებულებში რაც გაქვს, კი ბატონო. მაგრამ რა თქმა უნდა აქ ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ უმუშევრობა უფრო მაღალია ვიდრე ციფრებში არის. გასულ საქმე იმასთან გვაქვს, რომ არის ბევრი თვით დასაქმებული, რომელიც არ არის რეგისტრირებული როგორც დასაქმებული, მართლა თვით დასაქმებული, რომელიც სერვისის სფეროში მაგალითად მუშაობენ. მაგრამ ამავე დროს არის ბევრი დაუსაქმებელი, რომელიც დარეგისტრირებული როგორც დასაქმებული. ბალანსი არის ის, რომ უმუშევრობა უფრო მეტია ვიდრე აისახება ციფრებში. ეხლა რა თქმა უნდა შემოსავლებშიც აგრეთვე არის ძალიან დიდი სხვაობა. ხელფასებში, განსაკუთრებით რაიონებში, თბილისში, ეს არის დამახასიათებელი განვითარებადი ქვეყნების. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ეს გასწორდება ნელ-ნელა იმასთან ჩვენი განვითარების პროგრესთან ერთად ეს გასწორდება. კი ბატონო. ბატონო გიორგი, სავალუტო ფონდის რეკომენდაცია კიდევ ერთი ეხება ეროვნულ ბანკს, სადაც ფონდი მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოავლინოს უფრო მეტი დამოუკიდებლობა და ასევე ყურადღებას ამახვილებს საინტერვენციო პოლიტიკაზე. შეინარჩუნოს, ასე ვთქვათ, ციტირება რომ მოვახდინო, შეინარჩუნოს სტაბილური კურსი და კურსის სტაბილურობა, თუმცა ინტერვენციების დროს თავი შეიკავოს, რათა საინტერვენციო პოლიტიკამ არ გამოიწვიოს გარკვეული ეჭვები. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? მე პირადად არ მახსენდება მსგავსი რეკომენდაცია აქამდე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. რაც შეიძლება უკავშირდებოდეს აღნიშნული რეკომენდაცია, რომელიც პირველად გვხდება ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის ანგარიშში. ხო, ისეთ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა დღესდღეობით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე, თუმცა რა თქმა უნდა გასაგები არის, რომ ეროვნული ბანკი დღეს იმართება ქართული ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანების მიერ და რა თქმა უნდა სისულელი იქნება ახლა მე რო თქვა, რომ ის აბსოლუტურად ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია. ეს რა თქმა უნდა არასერიოზული განცხადება იქნება. სხვათა შორის წინა პრეზიდენტი ვინც იყო, იმის დროს მართლა დამოუკიდებელი იყო, იმიტომ რომ მე მაშინ მინისტრი ვიყავი, მახსოვს და ჩვენ მასთან დისკუსიები ჰქონდა და ბევრად შედარებით დამოუკიდებელი იყო. ეხლა რა თქმა უნდა დამოუკიდებელი არ არის ბოლომდე, მაგრამ რომ თქვა, რომ ეხლა რაღაცა მე დიდ პრობლემებს ხედავ იმასთან, როგორ იმართება ეროვნული ბანკი სავალუტო კურსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეროვნულ ბანკს სხვა ფუნქციებიც გააჩნია როგორც რეგულატორს.
რა თქვა საბანკო სექტორის. მე მაგაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ვაკეთებ კომენტარს სავალუტო კურსთან. მე ვერ ხედავ რომ რაღაცა დიდი შეცდომები არის დაშვებული სავალუტო კურსთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ეროვნული ბანკის ჩვენი ეროვნული სტრატეგია არის ინფლაციის ტარგეტირება. ანუ ჩვენ ეროვნული ბანკი პირველ რიგში აკონტროლებს ინფლაციას და არა სავალუტო კურსს. ესე უნდა იყოს. და ესე აცხადება. ეხლა ჩვენ არის ესე თუ არ არის სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ რო დავაკვირდეთ შედეგებს, ჩვენ ხედავთ რომ ჩვენი ინფლაცია არის სადღაც 2-3%-ის ფარგლებში. პრინციპში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგი, ძალიან კარგი. ამერიკა ვერ აკონტროლებს შეერთებული შტატები ესე დონეზე ინფლაციას დღეს. ამასთან ერთად, რო დავაკვირდეთ ჩვენ ლარის კურსს, ისიც მერყეობს სადღაც 2.7 ლარის ფარგლებში დოლართან მიმართებაში. ესეც პრინციპში არ არის ცუდი. ამიტომ მე არ ვიცი სავალუტო ფონდს რაზე აქვს პრეტენზიები. გასაგებია. ცოტა დრო დაგვრჩა ბატონო გიორგი და ერთი კითხვაც მინდა მოვასწრო ისევ ეროვნულ ბანკთან და მის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანი ვაკვირდებით რომ ლარი არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში. თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად ეროვნული ბანკის ასე ვთქვათ პოზიციონირებასა და დამოკიდებულებას თუ შევხედავთ ლართან მიმართებაში, თითქოს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმიდან ბანკი გადასული არის რეგულირებად მცურავ გაცვლით კურსზე. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და რამდენად შეინიშნება მსგავსი ნიშნები? იცით, მე ვერ ვიტყვი რომ ეს გამორიცხულია. რა თქმა უნდა, მე მგონია თუ ქართულ ოცნებას მართულ ძალას აქვს რაღაც გავლენა და რა თქმა უნდა აქვს ეროვნული ბანკის სტრატეგიაზე, რა თქმა უნდა ისინი ალბათ მათ აქვს ალბათ სურვილი იმისი რომ ლარის კურსი არ შეიცვალოს უარესობისკენ, არ გაიაბდა, რა თქმა უნდა, ამაზე, მაგრამ რო თქვა რომ ეხა მე ხედავ იმის ნიშნებს, რომ ეროვნული ბანკი ქვეყნის საზიანოდ ლარის კურსს აკონტროლებს, მე ამ ნიშნებს ვერ ვხედავ. ეხლა თქვენ დააკვირდეთ, რამდენი არის გაყიდული ვალუტა დოლარი ეროვნული ბანკის მიერ და რამდენი არის ნაყიდი, ვერ ნახავთ, რომ ჩვენი რეზერვები იზრდება. კი ბატონო. უფრო გაზრდილი, ამიტომ ეს არის ჩემი პასუხი სავალუტო ფონდს, რომ მილიონამდე არის ამოღებული, ასე ვთქვათ, დოლარი აქვს შეძენილი ეროვნულ ბანკს ფიმაჩის პლატფორმაზე. ხო, აბა ნახეთ ეხლა დინამიკა, ჩვენი რეზერვები იზრდება და რა თქმა უნდა ეს არის შედეგი იმისი, რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება ძალიან სწრაფად. 9%-იანის დაგვაქვს შეჯერობით წელსაც 8-9%. ხა ესეთი დის განმავლობაში რა თქმა უნდა ჩვენი სავალუტო შემოსავლები ძალიან მზარდია და ჩვენი ძირითადი სექტორი არის ტურიზმი, რომელიც ამოძრავებს ეკონომიკას. ტურიზმის შემოსავლები პრაქტიკულად 99% სულ ვალუტაა. ეს ვალუტა რო შემოდის ქვეყანაში, რა თქმა უნდა ზრდის ჩვენ რეზერვებს. ამიტომ მე ვუმბრომ ეროვნული ბანკისთვის დღესდღეობით ისეთი გარემოებაა ჩვენ ეკონომიკაში, რომ მათთვის რთულია რომ შეცდომა დაუშვან. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, საინტერესო ანალიზისთვის მაყურებელს შევახსენებ. გიორგი ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი იყო ჩვენთან ერთად და ვსაუბრობდით სავალუტო ფონდის უახლეს ანგარიშთან დაკავშირებით და მის რეკომენდაციებთან, რომელიც საქართველოს მიმართ არის მითითებული დოკუმენტში.